ჩვენ მუშაობთ ხულოს კლინიკაში. ახლა უკვე გადავდგართ მერვე დღეზე, რადგან შემცირებაზეა საუბარი. ეს გამოდის ნახევარი განაკვეთზე მუშაობა. მერე ასეც არის გამოჟონილი, რომ მცირდება განყოფილებები. ჩვენ ვითხოვთ ისევ მეოთხე დღით მორიგეობას, ვემიჯნებით მათ გადაწყვეტილებას, თუ ეს ასე არ მოხდება, საერთოდ ხურავთ კარებს და გავდივართ ყველა პერსონალი სამსახურიდან. ჩვენ მაგვიყვარია გადაწყვეტა გადაგვიყვანოს ნახევარ განაკვეთზე. უნდა გამოვიდეთ ყოველ მერვე დღეს. ჩვენ მათ მაღალმთიანი რაიონის წარმომადგენლები, ყველა მიწის მაღალმთიან რაიონში როგორია ბუნებრივი პირობები და ამ წუთში თოვლი გვაქვს 2 მეტროზე მეტი. როცა მოდის ავადმყოფი უნდა თავისებური მიხედვა, თუ კი დარჩებიან მიმღებში 2 ჰექტარი, 1 ჰექტარი მარტო, ამას ყველაფერს ვერ აუვლენ. სამშობიარო სახლი მთლიანად თითქმის უნდა გააუქმდა, შეგვიერთონ თერაპია და ქირურგიის განყოფილებას. თერაპია, ქირურგია, ბავშვთა და სამეანო განყოფილებაში უნდა დარჩეს 1 ჰექტარი, უნდა ვიაროთ მერვე დღეს. ამას ჩვენ უარყოფთ, ამას ვაპროტესტებთ, გავდივართ ქუჩაში. ისეთი პროტესტ დავიწყებთ, როგორც არიან თბილისში ქუჩაში გამოსულები. თუმცა არც იქ არ დაგვიკლია ჩვენი გამოსვლები და ჩვენი მიწოდებული ხმები. თუ კი დაკმაყოფილება არ იქნება, ყველანაირ ზომებს მივმართ.